Bit დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა სპორტისთვის მილანი კორტინაში 25 ზამთრის ოლიმპიური თამაშები იხსნება ეს ზოგადად დიდი ზეიმია გლობალური სპორტის ჭრილში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ სპორტულ ზეიმში საქართველოს ხავს თავისი წარმომადგენლობა ჩვენი წარმომადგენლობა ჯამში არის 8 სპორტსმენი 2 სამთო-მოთხილამურე და 6 ფიგურული მოციგურავე სადაც ჩვენ გუნდურ ასპარეზობაში დღეს უკვე დავიწყეთ პრინციპში 13 საათიდან იწყებოდა ასპარეზობა პირველი ეტაპები სმოლნიკი დევისის წყვილმა წყვილის მოლოდინში ვართ მოგეხსენებათ იქ სესიებად არის დაყოფილი ასპარეზობები ასე რომ მოკლედ წარმატებები ჩვენმა სპორტსმენებმა ზამთრის სახეობაში ბოლო პერიოდში ნაშვენების შედეგებიდან გამომდინარე ჩაგვისახეს იმედი რომ მილანი კორტინა ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესაძლოა ისტორიული იყოს საქართველოს რადგანაც ოლიმპიადაზე ჯერ საქართველოს არ ქონია медали ზამთრის სახეობებს გულისხმობ საუკეთესო არის ელენე გედევანიშვილის რეზულტატი მე-10 ადგილი საერთო ჯამში მოკლედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუნებრივია გლობალურ ჭრილში რაც შეეხება საქართველოს იწყება საავტომობილო სპორტის ფედერაციის სეზონი ძალიან ბევრი ასპარეზობით მათ შორის საერთაშორისო ტურნირები ისევ ძალაშია ნასკარი ყავს ახალი წარმომადგენელი ამ სპორტის სახეობაში კერძოდ ნასკარში გამოსვლისთვის და საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ლომაძე შემოგვიერთდა რომელიც ყველა დეტალს გაგვიმხელს იმისთვის რომ ეს ძალიან აქტიური ფედერაცია თავისი მუდმივი მაყურებლით უფრო მეტად პოპულარული და საინტერესო გახდეს მნიშვნელოვანია რომ ბევრი რამ ვიცოდეთ მოგესალმებით მადლობთ რომ მოხვედით სვენელებს და მაყურებლებს. დავიწყოთ ადგილობრივი ასპარეზით, ვიცით რომ ბევრი ღონისძიება გაქვთ შეანიშნული. კი, რაღაც საორგანიზაციო რაღაცები შევცვალეთ და ნუ ეხლა გვექნება ეს სეზონი გვექნება 7 სხვადასხვა პროფესიონალური ჩემპიონატით. აღსანიშნავია რომ წრიული ბოლო აღვადგინეთ და შარშან იყო პირველი სეზონი და წელს რაღაც გრანდიოზულ კლასიკა რაც არის ჩვენთვის. ხო, ანუ აი წრიული ბოლო მაინც ის არის რომ წრიული ბოლო უნდა კონდეს ქვეყანას, არ ქონდა 8 წლის განმავლობაში და სპორტ სამინისტროს მხარდაჭერით მოვახერხეთ და 8 წლის თავზე აღვადგინეთ ეს სახეობა, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და 27 მანქანა სტარტზე გვყავდა და წელს უფრო მეცველოდებით და მათ შორის უცხოელებს და საკმაოდ საინტერესო იქნება. აპრილიდან უკვე მაგ სეზონს დავიწყებთ. დრიფტში გავაკეთეთ ცოტა ცვლილებები. შეიცვალა საორგანიზაციო ნაწილი, სრულიად წამოიღო, ანუ ადრე ყველა უფლება გასხვისებული იყო კომპანიებზე და კომპანიები აკეთებდნენ ორგანიზებას ფედერაციის კონტროლის ქვეშ, თუმცა წამოვიღეთ ყველა უფლება დაიბრუნა ფედერაციამ და აწი საქართველოს ჩემპიონატს სრულად უკვე გადაფაროს ავტომობილ სპორტის ფედერაცია და არა სხვა კლუბები ან კომპანიები. საერთო ჯამში 7 პროფესიონალური ტურნირი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა, როგორი არის დაფარვა. გულისხმობ მონაწილეებს და გულისხმობ გულშემატკივრებს, რადგანაც მე რაც თავი მახსოვს, ავტომობილო სპორტი მუდმივად ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. კი, ნუ ავტოსპორტია მაინც ანახაობა ექშენია, ყოველთვის ადრენალინი დუხსი ყოველ წამს და ყოველ წელს და არის ეს ყველაფერი. ნუ რა ვიცი, როგორ გითხრა, ძალიან გავიზარდეთ 2 წლის განმავლობაში მთელი ქართული ავტოსპორტი ზოგადად შედგება ძალიან ვიწრო, სპეციფიური 20-30 კაცისგან იყო მთელი წლის განმავლობაში. დღეს უკვე 500 კაცზე მეტი არის ჩართული. მათ შორის გვაქვს ძალიან ბევრი სამოყვარულო ლიგა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავის საკუთარი ავტომობილით უბრალოდ გზიდან გადმოუხვიოს, მოვიდეს ავტოდრომზე და ცადოს თავის ბედი შეეჯიბროს როგორც პროფესიონალურს, ისევე დამწყებს და ეს ჩემპიონატებიც სლალომი, წყულთარბოლო და ასე შემდეგ საკმაოდ ფეხს იდგავს. გავაკეთეთ ასევე მესამე წელი გვექნება ახლა ბავშვების ლიგა, ანუ ვეძებთ ტალანტებს 13-17 წლამდე, მატჩი გვექნება. აი, სხვათა შორის ეგ არის საკითხი, რომელიც გულწრფელად მე ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც არ არიან კარგად ჩახედული და მათ შორის მეც თითქოს ღელვის საფუძველს გვაძლევს, რომ ბავშვები საჭერ, ბოლა, სხიფათი, აი რა როგორ შეგიძლიათ რომ გაახარწყლოთ ეს შეკითხვები? უსაფრთხოების სტანდარტები უკვე ინდონეზია აწეული და ჩვენ ფეხ მივყვებით საერთაშორისოს და ნუ რეალურად ამითაც ხელმძღვანელობთ, რომ რა ვიცი, ბოლო 6 წლის განმავლობაში ალბათ საქართველოზე არ გვიდგა მსოფლიოს მასშტაბით, ანუ რაღაცა კატასტროფული არაფერი არ მოხდარა რა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ სტანდარტებს ვიცავთ, რაც სრულიად უსაფრთხო არის
მინდა ვთქვა, რომ ავტოსპორტი არ არის ის, რომ მარტო იქ 100-ით მიდიხარ და რაღაცა მაღალ სიჩქარეებს ანუ ეს ჩამოაყალიბებს დისციპლინას, კულტურას და რაც თავარია ბავშვების კუთხით, ხო, ანუ აი ეს ასაკი უკვე როცა საჭესთან ჯდება და ქალაქში გამოდის და რაღაცა სისხლის დუღილის გზნობები აქვს, აი ამას აკარწლებს და უკვე ბავშვმა იცის, რომ ამას რა მოყვება და ჯობია ეს უსაფრთხო ადგილას გააკეთოს, ვიდრე რაღაც ქალაქში და შეაწუხოს მოსახლეობა და რაღაც უბედურებაში არ გაეხვეს რა. ნუ ჩვენი კუთხით ანუ ნახეთ ის, რომ საშუალო ასაკი ძალიან დიდი ქონდა ავტოსპორტში და შევქმნით პროექტი გახთი მრბოლელი, რომელიც მესამე სერია უკვე მარტში დაგვეწყება, ნებისმიერ სურვილს 13-17 წლის ასაკამდე შეუძლია მოვიდეს ლილო არენაზე, სადაც იქნება ეს შესაძლებელი ეტაპი. ირბოლოს გვანახებს თავისი დრო და საუკეთესო 100%-იანი გრანტით ფედერაცია დაუფინანსებს საქართველოს ჩემპიონატში მთელი წლის მონაწილეობას კარტინგში. პრაქტიკამ უკვე ის გვაჩვენა, რომ გამარჯვებულები ამ შეჯიბრებების უკვე იცვლიან სახეობებს, ანუ კარტინგიდან ერთი გადავიდა დრივში, უკვე ეტაპებს იგებს დრივში საქართველოს ჩემპიონატში, მეორე გადმოვიდა წრეულ ბოლაში და ანუ რაღაცა ეს პირამიდა რომ რის მერე რა მოყვეს, ანუ შეიკრა ესე რომ თქვა კარტინგი დაგვემატა, ადრე თუ ქონდა რაღაცა შუაში ერთი სახეობა, ეხლა უკვე დაწყებითი კლასები გვაქვს, სკოლა გვაქვს და უნივერსიტეტი გვაქვს რა. თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ უკვე ვემიზნებით დიდ ფორმულას. ყავს უნიკალური ბავშვი მათე კობახიძე, რომელიც წელს იასპარეზებს ფორმულა 4 ჩემპიონატში და ეს არის აი უკვე ის თითქმის მწვერვალი, საიდანაც უკვე ემიზნები ფორმულა 1-ს. აი ეს პირველი კითხვა მაინტერესებს ეს ბავშვთა ჩემპიონატის ჩამოყალიბებას, ნუ ბუნებრივია აქ თავისი დატვირთვა. საავტომობილო სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე არის თუ არა ეს საკვანძო ასაკი, როცა უნარებს განსაკუთრებული პერსპექტივით ითვისებს ადამიანი თუ არა აქვს მნიშვნელობა, როდის იწყებს. როგორ არის, ცით ქართველები ვართ მაინც და რაღაცა ის სულ ისეთი სტილი გვაქვს, რომ ან მოიგი, ან მოგვტი, ანუ ეს მომენტი გვაქვს, რა იქ ალტერნატივა მარტივად გეტყვით, რომ ძალიან ბევრი პოდიუმი არა ამ შემთხვევაში, რა ვიცი, ევროპის ჩემპიონატზე რაღაცა მერვე ადგილზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გასული ავტოსპორტში, არც კი გაგვიჟღერებია, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენში იზრდას, რომ არა, პოდიუმზე თუ არა ხარ და ოქრო თუ არ ამ დროს მეხუთე რანაირად ვაღიარა. მეხუთე როგორ უნდა ანახო ტეხავს ჭყალებში რა ესე. თუმცა ნუ რავი, მინდა თქვა, რომ მართლა ძალიან დიდი შედეგები ვარ, მარტო ეხა ნასკარის შაშანდელი გამარჯვება. მაგაზე გადავალთ. პირველად შავედით და რა ვიცი, ეგრევე ევროსერიის გამარჯვებულები მოხდით და ვიცე-ჩემპიონები, ნუ რავი, არ ხდება რა ეგრე რა. ანუ ეს საბავშვო აქტივობა როგორც მივხვდი ძალიან მნიშვნელოვანია, გვექნება 10 ეტაპი საქართველოს ჩემპიონატის, აბსოლუტურად იდენტურ ტექნიკაზე, იდენტური წესებით, სერტიფიცირებულ ავტოდრომზე და რა ვიცი, ამ ბავშვებში, ანუ ვეძებთ ამ ტალანტებს და ვინმე თუ ხართ 13-17 წლის, აუცილებლად Facebook-ზეც შეგიძლიათ შემოგვერთდეთ, ნახოთ პროგრამის პირობები და გელოდებით. რაც შეეხება ფორმულას, დღეს აღიარებულ სამყაროში სპორტში ყველაზე, საავტომობილო სპორტში, უმაღლესი მწვერვალი არის ფორმულა 1. თან ჩემთვის სამწუხაროდ ძალიან უსწრებს მაგალითად რალის, იგივე პოპულარობით და თქვა დაფარვით ის გაცილებით სხვა მასშტაბია. იქ მოხვედრის გზების შესახებ არავინ არაფერი არ ვიცით. აი რა შესაძლებლობები არსებობს და თქვენ კონკრეტულ მაგალითზე შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ. პირამიდა ერარქია საფეხურები რაც უნდა გაიარო რა. პირველ რიგში ვიწყებთ კარტინგით, იმიტომ რომ კარტინგი არის ის სკოლა, სადაც ფიზიკას სწავლობს რაღაც ელემენტარულ დროშებს, ქცევის მანერებს, დისციპლინას და ასე შემდეგ. მერე მოყვება კარტინგის უკვე მძლავრი სერია, ეს არის კაზე, ეგრეთ წოდებული გადაცემათა კოლოფით, რაც არის კარტინგი. ამის მერე გადადიხარ ფორმულა 4, ფორმულა 3, ფორმულა 2 და ფორმულა 1. ამ ყველა ჩემპიონატში შედეგები უნდა ანახო და ანუ რეალურად უკვე ფორმულა 4-დან იწყებ სუპერლიცენზიების ქულების გროვებას. და როგორც კი მოაგროვე შესაბამის ქულას, უკვე რეალურად გააქვს უფლება გაიარო ტესტები უკვე ფორმულა 1-ზე, დააგროვო შესაბამისი საათები გამოცდილების, რაც უკვე ავტომატურად ნიშნავს სუპერლიცენზიის მიღებას. ანუ ფორმულა 4-ში როგორ მიდიხარ? უბრალოდ გეუბნები რომ მინდა მონაწილეობის მიღება? არა, ეგრე ვერ მიდიხარ, ანუ რაღაც კარტინგებში რაღაცები უნდა მოიგო და გამოჩნდა, იმიტომ რომ ეს ფორმულა ნებისმიერი ფორმულა არის კომერციული პროექტი, ანუ არის გუნდი, რომელსაც ჭირდება მოგება. ეს გუნდი ეძებს თავისთავად საუკეთესო პილოტს. კი ბატონო.
გუნდები ხვდებიან რომ რაღაცა 5 წელიწადში პირობითად ვიძახი რაც Max Verstappen-ი აღარ იქნება და ჭირდებათ უკვე ახალი და შესაბამისად იუნიორ პროგრამები აქვთ. Plus ყავთ სკაუტები, რომელიც ყველა ჩემპიონს უყურებენ, სად რაღაცა ნიჭი აღმოჩნდა, კვარაცხელიას დაიბადა და ასე შემდეგ რო იპოვონ. და მათ შორის ერთ-ერთი მათი ყავს ეგეთი რა, დღეს რაც არის. რომელმაც მართლა შესანიშნავი შედეგები ანახა, თან ძნელია რა, ავტოსპორტი არ არის ის სახეობა, რომ ივარჯიშე და რაღაც გააკეთე. უცბად საქართველოსთან სადაც ჩემპიონატი ქონდა იმ ეტაპისთვის რაღაც 5-6 ბავშვი და ჩადიხარ და 80 კაცში ბრძოლობ, საკონტაქტო ბრძოლა, სადაც 120 მინდიხარ და კონტაქტები გაქვს, ხო, იქ გამარჯვება ძალიან რთულია რა. მამაში დაიხარდა ერთი წელი, რაღაც ბენელუქს ჩემპიონატი მოიგო, ამერიკის ჩემპიონატზე ვიგებდით და მესამე ადგილზე გავედით, დაგვეჯახა ვიღაცა და გადაგვაგდო გზიდან ესე რო თქვათ და გამოჩნდა გუნდი ინგლისელების, რომელმაც დაინახეს ეს ყველაფერი და შესთავაზეს ტესტები. ტესტებზე ჩავიდნენ 10 პილოტი მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან და პირველად დაждდა ეს ბავშვი ამ ფორმულაზე და ამათივეს მოუგო თავის. ფორმულას ბოლიძე პირველად დაждდა ის. კი, პირველად დაждდა ინგლისში წვიმიან ამინში, ამის ვიდეო მასალას რა ვიცი თუ გინდათ არის ჩვენთანაც. და პირველივე გარბენზე, მოკლედ გადარია მთელი ეს გუნდი და გუნდმა ეგრევე შესთავაზა დარჩენა ინგლისის ჩემპიონატში, FIS ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა და მათ ეს საკმაოდ დათვლილი სეზონი ექნება და ახლობით 30 ბოლომდე მოუწევს წელს. აი ამ თან წვიმაში. ხო, ინგლისის ჩემპიონატზე ძირითადად წვიმა არის რა. ამ Silverstone-ზე იყო? ტესტები არ იყო Silverstone-ზე, ტრეკი არ მახსოვს, მაგრამ ეხა უკვე ჩემპიონატი Silverstone-ზე იქნება Formula 1-თან ერთად იგივლის თანხლებრივად Formula 4. ანუ განთანაბრებული ხარ Formula 1-თან უბრალოდ სხვა მოდიფიკაციის ბოლიდით დადიხარ. ხო, ყველა მანდ განსხვავება ეგ არის, Formula 4-ის ბოლიდ ყველა ერთნაირია. და შესაბამისად, მანდ უკვე გუნდის სტრატეგიაზე არის, როგორ იარო და როგორ არის. ტექნიკური მაჩვენებლები იდენტურია ყველასთვის. ალბათ ეს უფრო საინტერესო ხდის და ნიჭს უფრო კარგად წარმოაჩენს. ძალიან მინიმალური ცვლილებები შეიძლება შეიტანო იქ რაღაც დაკიდების სისტემის კუთხის დახრაზე და ეგრეთ წოდებულ რაზვალზე და ზონის გადანაწილებას და ანჩენი ხელს უარაფერს ვერ კიდებ რა. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ მათესზე, ხა ეს სეზონი როგორ ჩაივლის, რაც ავტომატურად გაუხსნეს უკვე Formula 3-ის კენგსას და Formula 3-დან უკვე რაღაცა აღარაფერი აღარ შეება Formula 1-მდე და ჩვენ კიდე როგორც ავტომობილ ფედერაცია, მაქსიმალურად გვერდში დაუდგებით, რაც შეგვეძლება, რომ ეს გზა უფრო ჩქარა და ჩქარა გაკაფოს წინ. გასაგებია. გარდა იმისა, რომ საავტომობილო სპორტის ფედერაცია აორგანიზებს თავის შეჯიბრებს და აი ამ თვალსაზრისით თავის საქმეს ასრულებს იდეალურად, კიდე რა როლი აქვს ზოგადად სპორტის ამ სახეობაში, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული სპორტია ფინანსების გათვალისწინებით. ნახეთ, ჩვენ ვართ ასევე FIA, ეს არის საერთო საავტომობილო სპორტის ფედერაცია, მაგის წევრები, მაგის სტეიქჰოლდერები და შესაბამისად იქ საკმაოდ გავლენიანი პოზიციები გვაქვს, რაც 9 კომიტეტია, სადაც ქართველები ყავს წარმოდგენილი და რეალურად სოფლიო ავტოსპორტის ბედს ჩვენც რაღაცა წვლილი მიგვიწვის, სადაც რაღაც გადაწყვეტილება. შეგიძლიათ ვექტორის შეცვლა მოკლედ. კი, მათ შორის, რა ვიცი, თუნდაც იგივე Formula 1-ს რა ბიუჯეტი ქონდეს, ჩვენ ვმტკიცებთ ამას, რამდენი რა იყოს, რა შედახარჯონ და მომდენო სეზონი როგორი გამოიყურებოდეს საერთოდ რა. მაშინ ამ ტექნიკურ მახასიათებლებზე ბევრი შეკითხვა დაგროვდება თქვენს მისამართით, გამორჩეული Formula 1 სეზონი იწყება. როცა გაგიხარდებათ კი ბატონო. და რაც შეეხება ფინანსებს, ეგ ყველაფერი შეფართებითია, ხო? ეხლა ფინანსები რაღაც კი იყო ეს სტერეოტიპი, რომ ავტოსპორტი ძალიან ძვირია. კი, გეთანხმებით ძალიან ძვირია Formula 1. მაგრამ ის, რომ საქართველოს ჩემპიონატში ჩვენ მოვახერხეთ, ის, რომ პირობითად რო გითხრათ, კარტინგებს რაც შეეხება, მინიმალურამდე დავიყვანეთ და სადღაც სეზონი 3-4000 ლარამდე შეუძლია ის ბოლოს როლმა ბავშვმა. რაც შეეხება უკვე სერიულ ძალიან ავტომობილებზე 30-40000 ლარი არის ის ბიუჯეტი, სადაც შეიძლება ერთი წელი საქართველოს ჩემპიონატზე იარო. და დრიფტი ცოტა ძვირია, იმიტომ რომ უფრო მეტი ცვეთა არის, იმიტომ რომ საბურავები უბრალოდ 30 წამში აღარ გაქვს რა. და ესეც არის დაახლოებით 50-დან ტირი 150000 ლარამდე. რაც აი შედარების რო თქვათ, არის ერთი პრადო. ერთი პრადო კითხვას, ეხა ძვირია?
ხო, ნუ ის უბრალოდ ხელმისაწვდომობა. მესმის რომ რაღაც გარკვეული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სამწუხაროდ ეს ძვირია, მაგრამ რეალურად ამდენი პროდუქტის მაგას ვხედავთ ხო? შესაბამისად ძვირი არ არის, მე მგონი. ძალიან რთულ თემას შეეხეთ. კი ბატონო, გავიგე. მე მაინტერესებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციონირება როგორ არის დაგეგმილი 2026 წელს. გავიგეთ მათეს ამბავი რა ცალსახად ძალიან მაგარია და სხვადასხვა ბევრმა შეიძლება არც იცოდა აქამდე და ალბათ რაც დრო გავა მე უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მედია ამ ახალგაზრდა ქართულს, რადგანაც ისტორიული ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ. გვაქვს ნასკარი, ნასკარზე ვიქნებით 3 სპორტსმენი წარმოდგენილი, როგორც არა, ნასკარზე ვიქნებით 4 სპორტსმენი წარმოდგენილი, ანუ შარშან ჩვენმა დებიუტმა ნასკარზე და ოქროს ამოღებამ გამოიწვია ის, რომ ქართული ბიზნესი დაინტერესდა. მოდი ვთქვათ დათა ქაჯაია და ხო, აი მოგიყვებით აქ ისტორიას როგორ იქნება, ანუ ფედერაცია თავის ახსრებით აგზავნის პრაქტიკა დაუნერგეთ, რომ საქართველოს ჩემპიონი აუცილებლად უნდა მიდიოდეს სადღაც რომელიღაც სერიაში. ძალიან კარგია. და ნასკარი ავირჩიეთ, იმიტომ რომ, რა ვიცი, ბევრი ჩემპიონატი სადეთ რა ფერარიდან დაწყებული, რა ვიცი, GT2-მდე დამთავრებული, მაგრამ ყურადობის თვალსაზრისით და პოპულარობის თვალსაზრისით, ანუ რეალურად ფორმულა 1-ის მერე მოდის ნასკარი. და საკმაოდ მაგარი ჩემპიონი და ერთნაირი პირობებია და ნუ აბსოლუტურად სხვა არის, იმიტომ რომ ეს რაღაც 8 ცილინდრიანი მანქანები ბევრი ერთად რაღაცა წელზე დადიან. ანუ არის სახეობა საწყლეზე დადიან, არის კლასიკური წრიული ბოლოს კუთხით რა. ნუ ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში წრიული ბოლით, იმიტომ რომ ევროპაში ეს წრიული ოვალი არ არსებობს რა. მოკლედ მოხდა ისე, რომ საქართველოს ჩემპიონატს სანდრო თავორთქელაძეს უშუთ ფედერაცია და პლუს წლის აღმოჩენას ამ შემთხვევაში დათა ქაჯაიას ბავშვს, რომელმაც მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი უშვებთ ნასკარში. და პლუს გამოჩნდა ქართული ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს უნდა ყავდეს ქართული გუნდი. და შეიქმნა ესეთი გუნდი კოლხი GRT, რომელიც დარეგისტრირდა უკვე შეიძინა მანქანა, სამშაბათს გვეყოლება ეს მანქანა უკვე საქართველოში, სადაც ეს კომპანია გააკეთეს პრეზენტაციას ამ მანქანის, რომელიც ბაზირება იქნება რუსთავის ავტოდრომზე და მეორე მანქანა ყავს შეძენილი უკვე ევროპაში. შესაბამისად, მაგ მანქანაზე დაჯდებიან დათა ქაჯაია და მარიამ დავითიც. ანუ გამოვა ისე, რომ საქართველოს იქნება წარმოდგენილი 2 გუნდით და საკმაოდ ისეთ სოლიდური პილოტებით, საკმაოდ დიდი კარიერით და გამოცდილების მქონე. ნუ ეხა ჩვენა სანდროს ასპარეზობამ და დათას ასპარეზობამ, რომ ნუ რაღაც უნიკალურ უნარების სპორტსმენებთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩავიდნენ უცხო ავტომობილით იასპარეზეს, უცხო შეჯიბრში, უცხო ტრასაზე, რომ ყველგან ბურთი ერთნაირია და მინდორია. აი ეს მაინტერესებს რა არის თქვა ამ ფაქტს რა ხდის გამორჩეულად საინტერესოს, იმიტომ რომ გულწრფელად ბევრი დეტალი რაც ჩვენ არ ვიცით გულშემატკივრება. ნუ აი რა ვიცი, ძალიან მარტივი, აი უმარტივესად რო გადავიდეთ რა, თუნდაც მანქანაში რო ჯდები, არ უმართავთ ამ მანქანას, უბრალოდ ჩავჯექით, სამგზავრო სავარძელს. ყველა მანქანა სპეციფიურია, ხო? ან თუნდაც სავარძელი რო ჯდები და მოირგო, რაღაც გაგე რაღაცას ვიღაცა არ მოწყოს, ვიღაცა წარმოიდგენ ჯდები აბსოლუტურად უცხო მანქანაზე, რომელიც გეომეტრია, ანუ ცხოვრებაში არ აღიქვია, როგორი არის. პლუს ეს მანქანა შედგება დაახლოებით 25000 დეტალისგან და ნუ ზოგადად ავტოსპორტში როცა ხარ ყველა დეტალი იცი რა ეხლა რა ვიცი როგორც ვინც მართავს იცის თავისი რამდენი შიპი აქვს ბუს და როგორი რაღაცა მაისურია ნუ ეგრე იცის ყველა რომელმა თავის მანქანა ხო თან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ჩავიდეთ და იქ რაღაცა ერთი თვე ვიყოთ და ყავდეს ეს მანქანა ვივარჯოთ ანუ რეალურად იმ მანქანას ვქირაობთ ეს პრინციპში ეს იდეაც რა გუნდის შექმნის მაგიდან გაჩნდა იმიტომ რომ ერთხელ გამოყვა ეს ირაკლი შიქოვანი ვინც ეს კოლხიგურები ააკეთა რომ ჩამოვიდა რომ ნახა როგორ წვალობდეთ იმიტომ რომ წარმოგიდგენთ მანქანა არ ყავს ვქირავთ ამ მანქანას ველოდებით ეს მანქანა მოვიდა და უცბად კასკა დაიხურე ჩახტი ამ მანქანაზე და წახვედი და უკვე გადიხარ კვალიფიკაციაზე იმიტომ რომ მერე სხვისი რიგია ისეც არ გაქვს რომ რაღაცა ნახო საბურავი დაუშვა დახრის კუთხე შეცვალო ან რა მოირგო რა ესე რო ვთქვათ რა და ეს რაღაცა ერთი გასროლით ერთი შანსი გაქვს რა ან მოვარტყავ ან ვერ მოვარტყავ რა და უკვე მეორე დღეს უკვე ბოლა გაქვს უკვე ნუ არც იცი რა ნუ რაღაცა მანქანის ჭყალებში ეს ნასტროიკა ანუ ეს პროგრამისტები მიხვდები ხო მიხვდით რასაც რომ ეს მოარგოს ანუ დამატებითი შესაძლებლობები რა ტესტები უნდა თვეები და ეხლა ნუ ძნელია რა ძალიან შორს ვართ რა ეხლა ჩაიბარგე გადაფრინდი კიცხოვრე სხვა ხალხთან ხარ სხვა ტრეკზე ხარ თან იქ არ არის და გუნდის წარმომადგენლებსაც არ იცნობ რომელიც რბოლის დროს შედგა კომუნიკაციაში იმას აქვს რაღაც თავის მიმართვა რომ ამან ეს უნდა გააკეთოს გასაღებმოსეს დაკოქა და ნახვამდის და ეხლა მე რა მოხდა ხდება იმას აღარ აღებლებს რა და
ეს რო დაინახა ირაკლიმ რა, მაგ დაგვიდგა რა, ნუ რეალურად ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთა, რომ მე ვიქნები ეს კაცო, ვინც პირველად შექმნისო ქართულ კუნძულს, ქართული მექანიკოსები, ქართული იმით და ნუ ჯამში ეს გააკეთა, რომ აქაც იქნება ბაზირება იგივე იდენტური მანქანით, სადაც უკვე ქართული მექანიკოსები ისწავლიან, პილოტები ივაშიშებენ, ამ მანქანას მოიყვანენ იმ ჭკუაზე, როგორც ჭირდებათ და იქ რო ჩავალთ, დაგვხვდება უკვე იდენტური მანქანა, რომელსაც იდენტურად უკვე რაღაცა 5 წუთში ესე მოამზადებენ, როგორც უკვე საჭიროა რა. რაც შანსებს, ნუ რა ვიცი, ხა ამის გარეშე წამოვიღეთ ოქრო და ესე რას ვიზოთ, არ ვიცი, ნახოთ. ნუ წესი და რიგით ყველაფერი პოზიტივისკენ მიმდინარეობს. დათა და სანდრო მიდიან და კიდევ ორი ყავს ახლა. დათა და მარიამი ერთ გუნდში და სანდრო მეორე გუნდში. აჰა, ორი სანდრო ერთ გუნდში. ანუ ორი ქაჯაია, ერთი თავარტკელზე, ერთი დავითი და მარიამი. და მარიამის ამბავი გითხარით, მე მგონი პირველი პრეცედენტია საქართველოსთვის ესე დონეზე გოგონათი რო არ წარმოგვიდგენს. რა ვიცი, ჩვენთან ერთად იზრდება უკვე ძალიან ბევრი წელია, კარტინგიდან დაიწყო ასევე, არის საქართველოს ჩემპიონი სლალომში. არის კარტინგ ენდურანსი არის სახეობა ამაშიც და ყავდა წაყვანილი 4 წლის წინ მარსელში მსოფლიო ჩემპიონი, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა კარტინგში, მე შაშან წინ ყავდა ვალენსიაში წაყვანილი, სადაც სლალომი არაბოდიში ისევ კარტინგზე მე-4 ადგილზე დაიკავა და ნუ რა ვიცი, ერთადერთი გოგოა, რომელიც მართლა პროფესიულად მიდის და იმ მიზნებს ემიზნება. ეს შარშან უფრო სწორად ზოხუჩი დავსვით ამ BMW კომპაქტ იმაზე რო ქვია sedan და racing series მანქანებს და წრეულ ბოლოში სადაც არც თუ ის სტუდი შედეგები ანახა და რა ვიცი თვლით რომ ერთ-ერთი გოგო ყავს და უნდა გაუფრთხილდეთ რა და მაქსიმალურად შანსი მივცეთ ამ ყველაფერში რა ძალიან მაგარია ის იასპარეზებს მამაკაცებთან ერთად ჩვეულებრივად კი ანუ ჩვეულებრივად მამაკაცებთან და პრეცედენტი ყოფილა რომ გოგონებს ჰქონდათ ხელშესახები შედეგები ჩვენ ვიქნებით ეს პრეცედენტი ზუსტად რა ძალიან საინტერესოა მარიამ საკმაოდ ისეთი დისციპლინარული, კაი, ჭკვიანი პილოტი არის. ძალიან კარგი. მე მაინტერესებს გოგონების საკითხი შევეხეთ და აი პროფესიული მიმართულებით გვაქვს თუ არა პროგრესი ქალების ჩართულობის. კი, ანუ მინდა გითხრათ, რომ რაღაცა პარადოქსთან გვაქვს საქმე და არ მარტო ქალები, ანუ რაღაც ჩემპიონატები გავუშვით, ანუ სლალომის ჩემპიონატი, რომელიც არის ერთ-ერთი აი ეს რაღაცა ბაგაბაღი რო ვთქვათ, ხო, ამ საიდანაც იწყებს სწავლას ამ ყველაფრის. სულ ქონდა პრობლემა, იმიტომ რომ ხალხი მოდიოდა თავის მანქანით, რა ვიღაცა მოდიოდა რაღაცა ფერარით, ვიღაცა მოდიოდა გოლფით რა და ყოველთვის იყო არა თანაბარი ბრძოლა რა. მოკლედ მოვილაპარაკეთ ის რომ გავხადეთ აბსოლუტურად ელექტრო და გავხადეთ ჩვენი მანქანით. ანუ ერთნაირი მანქანა ნებისმიერ პირ მოდის ჯდება და მიდის. ანუ აქ მივიღეთ ის რომ დაახლოებით 16 ქალბატონი ჩაერთო ამ იმაში რა ქვია. ამ სახეობაში რა. სადაც მინდა გითხრა რომ ტოლს არ უდებენ მოწინააღმდეგეს ხალხს. და რაღაც ამაყობთ ამითი რომ ანუ მოდის რა ეს კულტურა იზრდება და კიდე ეს მეორე პარადოქსი რაც მივიღეთ 60+ ხალხი გვემატება ავტორბოლაში, მათ შორის პროფესიულ იმაში. ო არა, 22 რამ არის ერთი შეხედვით. ერთი შეხედვით ასულარო და პირიქით ვცდილობთ რომ სასტარტო ბადო გავაახალგაზრდაო და მაგიტო დავიწყეთ ეს გახთ იმ რუბოლელი და რაღაცა რომ ეს გეფი შევავსოთ და ამ დროს უკვე ყავს დაახლოებით 1-6-7 კაცი რომელიც აუ მთელი ცხოვრება მინდოდა და ეხლა მოიცალეს. ხო, თან მოიცალეს, თან პრადო იშოვეს. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. ჩვენ მივესალმებით, ანუ რაც მეტი იქნება და რაც დიდი იქნება ავტოსპორტი, ანუ ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვცდილობთ რომ ინფრასტრუქტურას გავაუმჯობესოთ და სად შეიძლება თქვენი ტურნირებისთვის თვალის მიდევნება, იმიტომ რომ თქვენ ყავთ კონკრეტული რაოდენობის მაყურებელი და გულშემატკივარი და ვინც ნაკლებად ერკვევა ან არ არის კარგად ჩართული ამ პროცესში, მათთვის შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეხლა ზუსტი კოორდინატები მივცეთ და ესე იგი საქართველოს ჩემპიონატის დისტრიბუცია წელს უკვე გადავალთ სეტანტა სპორტულ არხზე, აპლიკაციაშიც, YouTube-ზეც და სატელევიზიოშიც, აქ იქნება წრეული ბოლები და დრიფტი. დანარჩენი ორი ჩემპიონატი, ну, პრინციპში YouTube GASF official არის ესეთი ჩვენი როგორც Facebook-ი, ესე YouTube არხი, სადაც ну, ყველა შეჯიბრი, რასაც თulit რომ საჭიროა ხალხამდე მივიტანოთ და რაც მასიურია, აბსოლუტურად ყველას ლაივი გადის და ну, ყველა ინფორმაცია Instagram, Facebook-ზე დავისვლა, ხელმისაწვდომია და მაქსიმალურად ღიები ვართ. ასევე ნებისმიერ პიროვნებას ვის უნდა მოვიდეს ცადოს ავტოსპორტში ბედი. რა ვიცი, როგორც სამოყვარულო ლიგები გვაქვს, ასევე პროფესიონალური ჩემპიონატები გვაქვს და
მოკლედ ბევრი სიახლე გველის წინ როგორც აღნიშნეთ და სანამ დავასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხოთ ის რომ საავტომობილო სპორტი ვითარდება ამის შესახებ თქვენ არაერთი ფაქტით დაადასტურეთ საქართველოში არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში საგზაო შემთხვევების რაოდენობის კლებასთან და თუ მუშაობს ეს პრინციპი რომელიც მთელ მსოფლიოში არის აპრობირებული ნახეთ ასევე ჩვენ როგორც FIA-ის წევრები საგზაო უსაფრთხოების დიდი ნაწილი გვაბარია ჩვენ საერთაშორისო დონეზე და მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაცა იმპლემენტაციები გავაკეთოთ იმ პროგრამების რომელიც არსებობს იქ რაც რეალურად მუშაობს თუნდაც ხვედის შემოღება რა ვიცი მახსოვს როცა ამას ვერ გავდით ამის უარს გვაქვს და თუმცა რამდენი ათასი კაცი გადაარჩინა მე მახსოვს დამოკიდებულება რომ კაციშვილი მაგას არ გამოიყენებსო და ყველამ კარგად გამოიყენა ეს უკვე რა ვიცი თუნდაც ჩვენი ბავშვები მანქანაში რო ჯდებიან აღარც კითხულობენ ხო ანუ ჩვენ თუ გვიწევს ჩვენი ასაკის ხალხის შეხსენება რო ღვედი გაიკეთე ნუ ბავშვებს უკვე ადრე იყო რომ ეს ჭკვიპინი გამაჩუმებინა ნეტა და ეხლა უკვე წესია კი ბატონო და ეს აქ და კუთხით და პლუს კიდე სამოყვარულო აი მაგალითად დრიფტი რაც დღეს ყველაზე პოპულარულია სპორტის სახეობებში ყველა სპორტის სახეობა მეგონი ფეხბურთზე აღარ დადის მაგრამ ხალხი რამდენი დრიფტში მოდის ცოტა საკამათოა მაგრამ კი ბატონო უკვე კანონში ჩაიწერა სიტყვა დრიფტი ხვდებით ანუ რამ ხელა პროგრესია მოყვება რამ ყველაფერსა რა ვიცი ორი ჩემპიონატი გვაქვს უკვე დრიფტის და რა ვიცი მინიმუმ აი სულ ცოტას გეუბნებით დაახლოებით 300 კაცი მაინც მოვაშორეთ ქუჩას რომელიც ღამეს სადღაც რაღაცას ბჭყალებში მაიმუნობდა არაძინებდა სხვას კი ბატონო და ანუ მაქსიმალურად უწყობთ ხელს რომ უსაფრთხო ადგილას გადმოვიყვანოთ ეს ხალხი რომ მოდით ან უსაფრთხოდ გაერთე და თუ რაღაცა შეგიძლია მოდი აქ დაგვიმტკიცე და თუ მაგარი ხარ მოდი საერთოდ აქიარე და იყავ ის სპორტსმენი რომ რაც ჯობია და ჯობია რა და რეალურად მოდივარ და ეხლა გვაქვს მეორე პრობლემა ამ კუთხით ეგრეთ წოდებული დრაგი დრაგი არის რომ ეს ორი მანქანა ერთმანეთს რო ეჯიბრება და სწორ გზაზე თუმცა აქ ესე მარტივად არ შეგვიძლია ამის გადაწყვეტა იმიტომ რომ რაღაც კილომეტრიანი გზა ჭირდება და ასე შემდეგ თუმცა სახელმწიფოს ხარდაჭერით რაღაცა ეხლა ვიწყებთ იმერ დასავლეთ საქართველოში ავტოდრომის მშენებლობას კონკრეტულად მაგ სახეობისთვისაც რო ის იყოს რა ვქეთ ცოტა ეს დუღილი ჩაუქროთ ამ ახალგაზრდას და მივიდეთ და სწორი ადგილას ირბოლონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ თავისი ტექნიკით ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ძალიან პოზიტიური ინფორმაციები გავიგეთ დავაკვირდებით გულწრფელად ამ პროცესს ჩვენ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ჩვენი ქართველი უმაგრესი მრბოლელებიც ისეთივე ცნობადები იქნებიან საქართველოს ქალაქების თუ სოფლების ქუჩებში, როგორც დღეს მაგალითად არიან ფეხბურთელები, კალათბურთელები და თუნდაც მორაგბეები, იმიტომ რომ ეს სპორტის სახეობაც გლობალურ ჭრილში საკმაოდ დიდ დაფარვას ითვალისწინებს და ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი არის აქ ცნობადობა. დიდი მადლობა დაბადებისთვის. დროებით მე ერთი კვირით გემშვიდობებით.